ხომ თქვი რომ ნათანის მილოდები და შეიძლება გაასეირნოს და არ მოვიდეს მეთქი ადრე მოვიყვანა და ადრე გაღვიძებულიც რომ იყო ეცინებოდა და ნახეთ ახლა როგორ წინავს კალთაში ჩავაწინე და იქით არ გავიყვანე რომ არ გაიღვიძოს და მე უნდა მოვასწრო ახლა მის წილში საჭმლის გაკეთება და უნდა გავაკეთო კარტოფილის соуსი პატარა წვენში. აი. ხავს დავაბლენდერებ, გადავთუშავ, მერე ბულგაროსაც გადავთუშავ, კარტოფილის ჩავაყრი და ჩავხარშავ კარგად შიგნით და სვანურ მარილს, აჯიკას, პაპრიკას, წვანის და ზეთი რა თქმა უნდა. ამას ყველაფერს ჩავშუშავ მერე ერთად შიგნით კარტოფილი რომ მოიხარშება და შევკაზმავ და გაჩვენებთ. ერთად გადაღებას ვიდეოს ვეღარ ვახერხებ რომ აქ წინავ სამზარეულოში და იქით რომ შევიყვანო გაიღვიძებს. ბოლო ეტაპს გაჩვენებთ. გოგრაც მოუხარშე. ძალიან გემრიელია და კარგი გამოდგა. ეს ვილკები ჩანგალი ჩავასე და ისინი ეტყობა. ჩემი კარტოფილის соусით გავაკეთე ნათანიკოს ძილში და ეხლა ნათანიკომაც გაიღვიცა. ნათანიკო როგორ ახლა? ეს რა არის? ეს რა არის? რატო იზომავს სიცხეს? სიცხე გაქვს? არ ვიცი მეგობრებო სიცხე მისცა 38. ეხლა ძმარით დავუძილებ ხელები და ნახოთ თუ არ დაუწია და რამე გაჯიკვდა მერე მივცე წამალიც. ეხლა ვუსინჯავ კიდე რომ რამდენი აქვს 38 ქონდა სადღაც 1 საათის წინ. დილას რომ დაიძინა მეგონა იმის სიცხე ქონდა რომ უფრო სწორად დილას რომ დაიძინა ძალიან ადრე გამითქი და მაგიტომი. მეთქი. კაი მიცა 1 წუთიც გააჩერე და ვსიო თან გავსინჯავთ. წაღან მოითიშა დაიძინა ვერ იყო ხასიათზე. აბა ნახოთ მომეციება რამდენია. ოცდაჩვიდმეტ ნახევარია. ნახევარი წამოსულა უკან და ნახოთ რა სიზავს, მაგრამ ღამე რა ვქნა მერე. არა და არ ეტყობა გაციების არაფერი, საერთოდ. ხუთ არ ვიცი რა არის. ნახოთ ცოტას დაველოდები ერთი როგორ იქნება და მერე ნახოთ აბა რა სიზავს. ბებო. დავლიოთ ბებიკო წამალი. კი ბები. აბა სიცხე როგორ დაგიწიოს ბე? ხალეთი და მამით დაგიცხარ. მარტო ძმარით ვერ დაგიწევს ბები. წამალიც უნდა დალიო. უკვე გაცემინებს ხედავ? ხო. დავლიოთ ხო წამალი? დაშენ. მეც დავლე. დაშენ. ხო, ერთად დავლიო. მინდა შეგეთქვირო. ბებიკო, აბა შენ რო სიცხე გაქვს რა გავაკეთო მე წამალს თუ არ დალევ ბები? თამარი და მისე. მარტო ძმარით არ გაგივლის ბები? მარტო ძმარი. ხო, ძმარსაც წაგის. კი და მის გამივიდი. წავიდე ძმარით. კი, ძმარსაც წაგისმევ, მაგრამ ერთი წამალიც დავლიოთ ბებო. სითხე მარტო ასე გადავყლაპოთ და ვსიო. ერთი კოლსი. მინდა
უნდა წავიდეს იგი სითხე. სითხე უნდა გადაყლაპო, ხო? დამიჯერებ, ხო? დაუწია სიცხემ და ისევ აუწია. და ეხლა მინდა იბუპროფენი მივცე, მაგრამ არ სვამს წამალს არაფრით. დავლიოთ, ბები. შენ ისეთი დამჯერი ხარ, ბებო, შენ რას არ გააკეთე? ძალიან ჭკვიანი ხარ, ბე. როგორმე დავალებიო იქნება, თორემ დაუწია სიცხემ 37.5-ზე ჩავიდა და ეხლა 38 და 2 ხაზი აქვს და ღამე რა ვქნა მე. დედამისი მუშაობს. შენი დედა მუშაობს. ხოდა ძნელია ჩაბარებული. კარგით მიხედო იქნება. დაგაძინო? ხო, კარგი. გავატანო უნდა მე, თორემ ხამე. კარგი, დაგაძინო. წაიყვანა გიგამ ნათანიკო, მეგობრებო, არ ვიცი. დილას რომ მოიყვანა, მე მეგონა რომ იყო ადრე გაიღვიძა მეთქი და ეძინება, გამოუძინებელია მეთქი. ხოდა სადღაც 1-2 საათში ისევ დაიძინა ჩემ ხელებში. ხოდა ცოტა კი მეცხელა, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება მაგის გამო, რომ მეგონა იყო გამოუძინებელი და მე რომ გაიღვიძა, საჭმელი ვერაფრით ვერ ვაჭამე, რაღაც ნელ-ნელა შევამჩნიე რომ მოდუნდა და მე მივხვდი რომ ამას სიცხე აქ მეთქი გავუსინჯე და 38 ქონდა უკვე, ანუ დილას ეწყებოდა. სადღაც საათი პირველი იყო რომ უკვე 38 ქონდა სიცხე. ხოდა არ ვიცი რის გამო, რატომ ქონდა, ვერ გავიგე. მე არც თქვათ არც მიბანავებია, არც სადმე გამიყვანია, არც აივანზე გამიყვანია და არც გაცივების სიმპტომი არ აქვს, არც ახველებს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან გამონადენი არ აქვს, არც არაფერი და დედამისმა აიღო ნება ხვალე გააცდენ სამუშაოს და მიხედავს თვითონ და უფრო იცის რა უნდა მის შვილს როგორ უნდა მიხედოს. მანამდე ძმარით დავზილე რამოდენიმეჯერ და ჩამოდიოდა 37.5-ზე სიცხე და მე მაინც ადიოდა და ეხლა უკვე საღამოს 38.5-ზე წავიდა. კიდევ დაეძინა. ხოდა წაიყვანა და მე გავიგებ როგორ არის. თან წამალს არ სვამს, ვერაფრით ვერ დაალევინებ და წეღან კი მას ვქენი რაღაცნაირად ველაპარაკე და თითქოს მოვიყოლიე, მაგრამ აღარ დაალევიო გიგამითხრა, იბარემო სახლში მიხედავსო და გავატანე ნათანიკო და კარგად იქნება, რა თქმა უნდა. უბრალოდ ვერ გავიგე რა მოხდა, რა ჭირს. ვერ გავიგე. შეიძლება რამე წინასწარი ის ქონდა სიცხე და იგი და მე უფრო გაეჭედება ცხვირში და ან რამე და გრიპია, სადმე ვირუსი არ იყოს. არ ვიცი რა ხდება, სახლში ყველა ვართ კარგად, მაგ მხრივ არ ვართ გაციებული ან რამე. ხოდა გამოჩნდება ხვალ როგორ იქნება ან ღამე და იმედია შაბათამდე კარგად იქნება და იქინთა მისაყვანი არ დარჩება. ასე რომ მეგობრებო, დღეს მის წილში რაც გავაკეთე კი გაჩვენეთ, მეც ვეღარ მოვიცალე იმისთვის რომ რამე გადამეღო და გამეკეთებინა ვადექი თავზე. რა ვიცი, მართლა შეწუნებული ვიყავი რომ
რა მნიშვნელობა აქვს სად დაემართება, ვთქვათ, გაცივდება თუ რა სახში თუ იქ, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რადგან ჩემთან იყო ასე, უფრო მეტად მაინც დავითრგუნე, რა აქ არაფერი არც უჭამია საერთოდ. სანამ ბოლოს დაეძინებდა, მანამდე ვაჭამე 2 ცალი ყიყლიყო, იგიც მთელი ხო ეწნით და სითხეები წყალი ვაძლია და წვენების მეტი არაფერი არ უჭამია. ესეც მერე სიცხეები რომ იცა მაგის მერე. რა თქმა უნდა, კარგად იქნება. იმედია ღმერთისნებით კარგად იქნება. უბრალოდ ვერ ვხვდები რა მოხდა. და იმის თქმა მინდოდა მეგობრებო, რომ ვეღარ მოვედი თქვენთან სხვანაირი ვიდეოთი და აღარც მქონდა არაფრის გადაღების თავი. მანამდე რაც გადავიღე, კი გაჩვენეთ ახლა. და მეც როგორ ვარ არის ახლა სულ წაშლილი, მაგ ჯერ მაინც ნერვული რა თქმა უნდა. ის უძინარიც ხომ დავრჩი და ახლა ვარ ისე რომ არ ვიცი უკვე თვალებსაც ვეღარ ვახერ. ძალიან ისე ვარ და დაგემშვიდობებით მეგობრებო, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ყველას ჯანმრთელობას, წინსვლას და ბედნიერ და სასიხარულო ღამეებს და დღეებს გისურვებთ. აბა, კარგად, მოვალ ხვალე დილით, იმედია.